აჭარის ფინანსთა მინისტრი კი ოპონენტების მხრიდან არაერთი ბრალდების შემდეგ გოდერძის უღელტეხილზე თავად ავიდა, იქ არსებული სერვისებით ისარგებლა და განაცხადა, რომ კურორტი მომავალი ზამთრის სეზონზე გაიხსნება. ალექსანდრა და გოშა კიევიდან სოფელ დანისპარაულში სათხილამურო კურორტზე მეგობრების რეკომენდაციით პირველად ჩამოვიდნენ. ექსტრემისა და სნოუბორდის მოყვარულებისთვის გოდერძის უღელტეხილი მათივე თქმით საუკეთესო გასართობი ადგილი აღმოჩნდა. ჩვენ აქ დასასვენებლად ჩამოვედით. აქ ძალიან სუფთა თოვლია და ეს ჩვენთვის მთავარია. გვიყვარს სნოუბორდი, ადრენალინი და ექსტრემი, ამიტომ აქ ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. რა თქმა უნდა, კიდევ ჩამოვალთ აქ. გეგმავდით გუდაურში წასვლას, თუმცა გვირჩიეს, რომ გომარდულსა და გოდერძის უღელტეხილზე წამოსულიყავით. რჩევამ გაამართლა. სათხილამურო კურორტზე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მოინახულა. დავით ბალაძის განცხადებით 2013 წელს კურორტის ინფრასტრუქტურის მოწყობისა და არსებულის მოვლისთვის 22,084 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს კი თანხამ 35,000 ლარზე მეტი შეადგინა. გვესვის შენი ოპონენტებისგან რომ არაფერი არ გაკეთებულა, ჩვენ თვითონ ნახეთ, რომ დასრულებული არის საბაგირო გზის მშენებლობა, დასრულებული არის ერთი კოტეჯის მშენებლობა და ასევე სხვა ინფრასტრუქტურის სამუშაოების და 2013-2014 წლებში დაახლოებით დახარჯული არის 20 მილიონ ლარამდე, შესაბამისად დაახლოებით დასახარჯი თანხა შეადგენს 5 მილიონ ლარს, რომელიც კომპანიის ანგარიშზე აკუმულირებული არის უკვე, შესაბამისად ჩვენი მიმართულება არის, რომ შეიძლება სწრაფად გამოვიტანოთ აღნიშნული კურორტი. შეპესე გოდერძი რესორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით მოეწყო უსაფრთხოების სისტემები. ამასთან კურორტის განაშენიანების ზონაში კეთილ მოეწყო 380 კვადრატული მეტრი ფართობის ხის კოტეჯი და მიმდინარეობს კიდევ 6-ის მშენებლობა. დამტკიცებულია კურორტის განაშენიანების გეგმაც. მშენებლობა შეჩერებული არ არის, პროცესი მიმდინარეობს, უბრალოდ რიგი სამუშაოები ზამთრის პირობების გამო შეჩერებულია ამ ეტაპისთვის, რის გამოც შეფერხდა კურორტის 2014 წლის ზამთარში სრული დატვირთვით ექსპლუატაციაში შესვლა. ადგილობრივი კურორტის ოფიციალური გახსნის მოლოდინში არიან და სამანქანე გზების პრობლემებზე საუბრობენ. არ არის სახარბიელო გზა, ტექნიკა ვერ მოძრაობს, რომ შემოვიდეს, მასალები შემოვიდეს რაღაცა, რომ აი კურორტის მშენებლობა დაჩქარდეს რა. ბალაძის უწყებაში განმარტავენ, რომ გზების რეაბილიტაცია მოწყობა 2015 წლიდან დაიწყება და თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა. კურორტი ოფიციალურად 2015 წლის ზამთრის სეზონზე გაიხსნება. სათხილამურო ტრასების ფასი დიფერენცირებული იქნება. იმოქმედებს ერთჯერადი, ერთდღიანი და წლიური აბონემენტები.